სამი რამ, რაც ფეხბურთელმა უნდა გაიაზროს ვარჯიშისთვის. პირველი, ეს არის რაც შეიძლება მეტი შეკითხვა დასვას. განსაკუთრებით იმ ასაკში, როდესაც იყრება ბავშვისთვის საფუძვლები, ბავშვს ებადება ხოლმე კითხვა. რატომ? აქ რას ვაკეთებთ? რისთვის ვაკეთებთ? შესაბამისად, კარგია ეს კითხვები, მაგრამ უკვე ჭაბუკობის ასაკს რომ ვახლოვდებით, იქ ნელ-ნელა სხვადასხვა კომპლექსები უტევთ ხოლმე, ან ზოგს გონია, რომ უკვე საკმარისი მეტი ინფორმაცია აქვს იმისთვის, რომ რაიმე შეკითხვა დასვას. არა, ნებისმიერი პროფესიონალი ფეხბურთელიც დღემდე რამდენი წელიწადს არ უნდა იყოს, სულ თვით განვითარებაშია და თვით განვითარებას გარდა იმის, რომ ვარჯიშის დროს დასმული შეკითხვები განაპირობებს. ასე რომ ფეხბურთელებს აუცილებლად ვურჩევდი, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც არის თუნდაც არ ვიცი 1%-ით ბუნდოვანი, მის შესახებ აუცილებლად კითხვა დაუსვან მწვრთნელს. მეორე, გადავდივართ შემდეგზე, როცა გვინდა. და ეს რას ნიშნავს? ყველა პროფესიონალი ფეხბურთელი რაღაც კონკრეტულზე რო ვარჯიშობს და არა მხოლოდ ფეხბურთელი, ნებისმიერი სპორტსმენი რო ავიღოთ. თვეობით ვარჯიშობენ ერთ კომპონენტზე. რაღაცა კვირის განმავლობაში 100 სხვადასხვა მოდულს კი არ მოვივლით, არამედ ვივარჯიშებთ, შევხედავთ, რომ რაღაც დონემდე მივედით, გადავდივართ შემდეგზე. ეს როცა მინდა არნიშნავს, დღეს ხვალ ზეგ რა იქნება. როცა ჩემი უნარჩვევები იქნება იმ დონეზე დაგროვებული, რაიმე კონკრეტულ საკითხში, რომ მზად ვიქნები შემდეგისთვის. ბოლო, მესამე, როდესაც ფეხბურთელი თავის პრობლემებს ტოვებს მინდორს გარეთ. ალბათ ხო გსმენია, რომ როდესაც ფეხბურთს თამაშობ, ჩემი ყველანაირი პრობლემა მოგწდება. ეს ცოტა განზოგადებული ნათქვამია, მაგრამ რეალურად შეიძლება ყოველდღიურობაში პროფესიონალ ფეხბურთელს უკვე ვარჯიში რუტინაში აქვს გადასული და მოსწყინდეს და არ იყოს ხასიათზე. შეიძლება ოჯახურმა პრობლემებმა იჩინოს თავი, შეიძლება სამეგობროში ვერ იყოს ისე, როგორც უნდა იყოს, შეიძლება სხვა სფეროდან გამომდინარე პრობლემებმა შეაწუხოს, მაგრამ ერთი რაღაც უნდა ახსოვდეს, რომ არის პროფესიონალი, სურს რომ იყოს მაღალი დონის ფეხბურთელი, შესაბამისად აქ უკვე ხვდებით ერთ ამბავს და ეს ამბავი არის no excuses. ვერანაირი მიზეზი და ყოველდღიურობა ვერ უნდა გახდეს ჩვენი მინდორზე კომფორტულად დგომის მტერი. შესაბამისად ეს სამი ძირითადი ფორმა, რაც რეალურად ვარჯიშის დროს უნდა გქონდეს გათვალისწინებული ფეხბურთელებს.